მალე თბილისიდან რუსთავში ჩასვლა 7 წუთში იქნება შესაძლებელი. გზის მშენებლობა დაწყებულია, თანამედროვე ავტობანის ექსპლუატაციაში შესვლა 2013 წელს იგეგმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსთავის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა პროექტს ქალაქისთვის ისტორიული უწოდა. პრეზიდენტის თქმით, ახალ გზას რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებიც მოყვება. მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველებს მაჟორიტარი კანდიდატიც წარუდგინა, ნაციონალური მოძრაობის სახელით კენჭს მამუკა ჩიქოვანი იკრეს. ესპანელ არქიტექტორებს დავიწყეთ ისტორიული საქმე. თბილის რუსთავის ავტობანის მშენებლობა, რომელიც დამთავრდება უახლოეს თვეებში. ჩვენ ჩავალთ თბილისის ცენტრში, რუსთავის გასასვლელიდან. ზუსტად 7 წუთში, ჩემო მეგობრებო. ეს არის უფრო ახლო, ხო მაგარია. ეს არის უფრო ახლო, ვიდრე თბილისის ნებისმიერი გარეუბნიდან შეიძლება მისვლა თბილისის ცენტრში, მაგრამ რუსთავი არ არის თბილისის გარეუბანი. რუსთავი არის ცალკე ქალაქი და ეს არ არის სატელიტი ქალაქი თბილისის, ეს არის ცალკე სრულფასოვანი დიდი ტრადიციების მქონე ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი. ქართული საინჟინრო აზრის, ინდუსტრიის მთავარი ცენტრი და საქართველოს ინდუსტრიული, ეკონომიკური ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი და შეიძლება ითქვას საქართველოს საინჟინრო და ინდუსტრიული დედაქალაქი. მე მაქვს პრივილეგია, რომ წარგიდგინოთ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ბატონი ჩიქოვანი, მამუკა. ის არის რუსთაველი, მშობლებით, მეუღლით და ძალიან მაგარი კაცია. და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე დიდი პატრიოტი, რომელიც თქვენ გაქვთ. აბა მამუკა შენიცი. რუსთავში საარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. მთლიანად შეიცვალა ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახე. მთავარ მოედანზე გაიხსნა 3D ეფექტის შადრევანი. ჩატარებული სამუშაოები პრეზიდენტმა დაათვალიერა და მოსახლეობასაც გაესაუბრა. That's